გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხამთაშვილი და თქვენ ვიყავით შემოხდეთ თეოდორით მეთოდებში. დღეს ადგაში ვართ მე და პაატა. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს პატარა დუელი გვექნება მე და პაატას მეგობრული. გადავწყვიტეთ რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ. გვექნება სუფთა სპორტული შეჯიბრი, ორ მეგობრული რა, ესეთი არაფერი. ცქრის ნახევარია მეგობრებო. სამ დავლავდი, სამ ავაწყებ ჩვენ ახშილობა, თემო ჩვენ ახშილობა თმო. ეს პაატას ახშილობაა. იქით უკვე ეს უკვე ჩემია. მოკლედ ეხა გაჩვენეთ, მე დასაკვებს გამოვიყენებ, პაატა რა დასაკვებს გამოიყენებს და ასე შემდეგ. სამიც ასე ხდება. იმი დასაკვები, მე ცოტა წარე დასაკვები ვექნება. აი, მოდი ეხლა დავწყოთ. ეხლა მოდი პრინციპს აგიხსნით რა, რატო შევარჩიე კანაფი და რატო შევარჩიე ვანილი. ჯერ ერთი რომ მოდი თაცის ჩემი ხმა გამოიყენებ თუ გამოიყენე. მოკლედ მეგობრებო, მე მჭირდება ხა ძალიან წვრილი დასაკვები. და რატომ მჭირდება დასაკვები წვრილი? ეხლა ეს ვანილი წვრილი ტყურად არ იყიდება ეს დასაკვები. იმიტომ რომ ეს არის კარჩხალის და წვრილი თევზის. ეხლა გეტყვით რატო არის წვრილი თევზისა, წვრილი ფრაქცია? იმიტომაა წვრილი ფრაქცია, რომ ჩვენ თევზი ვაშიოთ და მერე ვიჭიროთ სამაგიეროდ თევზი. ანუ რო შემოვა ჩვენ სექტორში ჭამს ამ წვრილი ფრაქციას, მაგრამ ვერ ძღება, იმიტომ რომ კაშო დაეცემა, იქ უკვე ნაწილაკად იქცევა, რა თქმა უნდა, ჩვენი დასაკვები არის ძალიან წვრილი ფრაქცია და ვერ ანუ ჭამს, მაგრამ ვერ ძღება. მადანზე მოდის მეგობრებო და რა თქმა უნდა, უკვე ჭამა უნდა ძალიან მასიურად. ამ დროს როცა ხედავს უკვე სატყუარას ნემსკავზე უფრო სხვილ მასას, რა თქმა უნდა, უკვე სატყუარას შეტევას უკეთებს. აი ეგ არის ჩვენი მიზანი ეხლა რომ მე ჩემი მიზანი ჩემი არის რომ წვრილი ფრაქცია გამოვიყენო. რაც გამოვიყენებ უფრო გავაწვრივო მეგობრებო ჩემი დასაკვები არ ჭირდება, მართლა არ ჭირდება. რო თუ გამოიყენებთ ეხლა მე რასაც ხსნი და ჩემი მეთოდებით გამოიყენებთ, არ ჭირდება გაცრა. უბრალოდ მინდა რომ უფრო გავსრა რა ჩემ პონჩი, მაგრამ არ ჭირდება, არ ჭირდება რა. არ ჭირდება. მაგრამ აჰა. ეს აჭიროა. მომეისაპარკი და ვეცადოთ რომ ყველა ნაგავი არ დავტოვოთ ადგილს. კი ბატონო, ეხლა მოდი ეხლა სანამ მე დავიწყებ ის დასაკვების თემას, ეც ვიტყვი რა. რო ჩამოვიდო გათენდა, რო ჩამოვიდით გამის 12 საათზე. მაგრამ ეხლა გათენდა, ეხლა დავინახეთ რომ ცუდი ფაქტებია, მაგრამ ფაქტია რა. აი წამოწამით მეგობრებო. ეს ხო მე თევზი დატოვებულია, ხო? გისტიმის შოკოლადი. მეთევზი დატოვებულია, ხო? ხონა მეკრა მეგობრებო, აი რომ მოიტანეთ საოსზე. ხო, ცარიეს წაღება საღა უნდა, ხო მოიტანეთ საოსზე. მისზე ხო ჩამოიტანეთ. რაღაც უნდა ეხლა. ცარიეს პრობლემა ხო ეხლა როგორც მე ვიგებ. შეგიძლიათ თქვენ წაიღოთ. მიიწეს. და მე დატოვეს რა. თქო ყველას არ ეხება. ხონა მექნება, რომ მისა თქვენი ნარჩენები აქვე არის რა, უნდა რა, შორს არ არის და. ეხლა სავსე თუ არ გამძიმებდათ, ეხლა ამ ცარიელმა როგორ დაგამძიმებთ, ხო? აგერ ჭიები. ჭიების ყუთები. და ძალიან კიდევ ძალიან ბევრი დაგავია. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ რო მოვჩებით უკვე საღამოთი დაუვლით და რასაც შევძლებთ მეგობრებო, გვაქვს ნაგვის პარკები და წავიგებთ და გადავხოთ. აქვე არის. დღეს რო გაივლით რა თქმა უნდა აქვია რა. და გავაგზავნოთ მეგობრებო. ამ გადავინახავ და მოუწევთ ალკაში ეგრეთ წოდებულ ბეჭდაში. ჩემი გავცელი ავხსენი გასწრილი რაში მჭირდება რომ თევზი უფრო მეტი ვიჭირო და უფრო ვაშიო თევზი. როცა თევზია, რა თქმა უნდა ღიზიანდება და უფრო მეტი და მეტი უნდა რომ ჭამოს და ჭამოს. ხო იგება? მაგის თქმა მინდა. როდესაც ეხა სხვილი ფრაქციებია, ხო, სინამდვილეში არის კობრი და სხვილი თევზის მეგობრები. იმიტომაც მე ყოველთვის წვრილს ვაძლევ, იმიტომ რომ
პროცესში ვამატებ ხოლმე ლახსენები მაქვს რომ ვუმატებ მეტი სიმინს, პევრლოკას და ასე შემდეგ, ხო? ანუ დოზირებულად ვაწვიდო. უბრალოდ გავაჩერო ის წერტილში. ვხედავ რომ შემოდის, გადის. რა თქმა უნდა, მე თევზჭერისთვის არ მჭირდება ეგეთი აქტიურობა თევზის, ხო? ამ დროს რა თქმა უნდა პევრლოკასო გაურევ, ან სიმინსო გაურევ, რა თქმა უნდა ინტერესდება თევზი, იქაც თევზი ინტერესდება და დგება, იმიტომ საჭმელს ვაძებ, გავიგეთ? ხო, ვაძებ საჭმელს დადგება რა. ეგრეა, ეხლა სუფრაზე ვზი ვარ, მეგობრებო და რომ მიმატონ ხინკალი მიყვას ძალიან, ეხლა ხინკალი მიმატონ და მიმატონ. ხო, შეგავშენები. მოკლედ, ამას დამატებული. კოპტონი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გათვლა კარჩხანა და მოიხსენებათ რომ წარკაში კიდევ ბინადრობს ხრამული და როცა ეს თევზებზე გზაობ, კოპტონი იდეალურია რა, ძალიან იდეალური. გაჩერდი. კოპტონსაც გავსვი. აი ეს ნაჩვენები არ გვჭირდება მეგო. ეს ნაჩვენები არ გვჭირდება. ესეცა. ეხლა არ დამიწეროთ რა შეიძლება დაგავს ეს ნაგავი არის მეგობრებო ეს რა თქმა უნდა შიტები მოვიდა შეჭამო. სამტრედები, ფოლიები და ასე შემდეგ. პირველ რიგში ხელით მოვიოთ სანამ მოვიდავთ. კარგად. ორევად ხარი, რო კონკრეტულად ხეთქვა. აი. ნახე? ნაგაია. მოკლედ ეხლა ცოტა დილით ციოდა, ხარი იყო. ეხლა ცოტა ნიავია და დაწნარდა. ძალიან წნარი ტბა არის ეხლა. წნედება, აგერ ზეცამოდის დღეს მაგარი სიტყვა გამოცხადებული შემოკარგებო. მოკლედ ისი ხმა მინდა. ეხლა რომ ამოვადეს ქარბუქი და მაგარი ქარი იყოს, მე აი ასეთ დასაკვებს არ შევთავაზებ რა. აი ესეთ რაღაცას არ შევთავაზებ. იმიტომ აზრი არა, სამ დაეცემა ის ტალღა, ის ქარი წაგარცნათ. არა აქვს აზრი. ეხლა რომ ნაერთია ყველაფერი, აი ესეთი დასაკვები ძალიან იდეალურია რა. ძალიან იდეალური დაეცემა, ეგ არის რა. აი იშლება. ძალიან იდეალური. ხო, პროცესში კიდე თუ დაჭირდა დამატებით უკვე დამატებით პროცესში დავამატებ სულ ფრაქციასო, სული თევზი დავაინტერესო რა. დანარჩენი ეს იყო შემოკარგებო, აგერ პატამაც გაცრა. დასაკვები, მე ჩაწყოსაც შევეცდები რომ გადავიღოთ. და დღეს მეგობრულ ტურში ვინ გაიმარჯვეს ამას ვიდეოს ფოლოს ნახავთ შემოკარგებო. აბა ეხლა დროებით და გამომიწერეთ არხი, თუ მოხსოვთ ჩემი ვიდეო ან თუ დაინტერესდებით ჩემი ვიდეოთი ან ჩემი რჩევებით, ხონა მექნებო გამოწეროთ არხი. აბა დროებით. ეხლა მეგობრებო მიმდინარეობს დაკვირვა. 15 წუთში დავიწყებ უკვე რა თქმა უნდა უშუალო შედის, მეგობრებო შედის. და ნახოთ აბა ვინ მოიგებს. მეგობრულ ტურში. დაკვირვა მიმდინარეობს ნემსკავის გარეშე მეგობრებო. ნემსკავის გარეშე. თევზი არ დავაზიანოთ. არასის გამო. ელოდებით რამდენიმე წამი და მე ესე ამოწმებით ხარ. არა შემინახე. შემინახე, აბა ერა ჩავაზე? ერთი მაზია. ხო. 45 მეტრაზე. იმიტომ 45-ზე მაგ დაკლიფსი. ესი ხაური. ხა ვიწყებთ. პატა. 9 საათი აბა, სტარტი. მოგესალმებით მეგობრებო. ანარჩენ შუაგდაში მოგაყოდეთ. ეხლა დავსტარტავთ. მეგობრული ტურნირია. აღამოდი დაგაგებინეთ. აბა სტარტი, წავედი, წარმატებები, პატა. წარმატებები შენ. გაიხარე, აბა წავედი. აბა. დავიდა. წიწილი.
აბა დავიწყეთ მეგობრებო, ხა პირველი ჩაგდება გავახორციელოთ. ოპა, არის, დავიწყეთ. იმედა გაბოჩა მეგობრებო, კაცი, გაწია. იეთებ გავხსენით. ქალაქი ბუჩი. შენგენასა. ხოჭილა. უაკაიზომო, ბიჭო. უაკაჭოლა, ნახე. უშენდი გავე. კაი გაჩხადა იყო, მეგობრო. არ ვამადებ მაგარი ზომა იყო, აუ. მაგარი ზომა იყო. არა, თავარი დაგაცეთუში. ალაგო. გონშა. დავიწყე. ეფულა. ეს არჩანა უეჭველი. არჩანა უეჭველი. გამოსავლებია. ეს არჩანა უეჭველი. არჩანა. მეგობრებო, ეს არჩანა. ამას დიდი იყო უმეს გამეცეთა. პაატამ დაიჭირა. დავიჭირეთ მეგობრებო, კარჩხანა. აიზომა დავიჭირეთ კარჩხანა მეგობრებო არის თან აიზომა აუ რაზომა ნახეჩი მეგობრებო მაგარ ზომა დავიჭირეთ აი კარჩხანა დავიჭირეთ აჰა, ჩვენი. აი მეგობრებო. ესეთი ზომის კარჩხანა. ოჰო, აი ზომა. კიდევ ერთი დავიჭირეთ მეგობრებო. მოკლედ სიმინძე აქტივობს ძალიან მაგრად რა. ჭიას რო ვაგდებთ თეთრი იქნებათ ნაკილის ჭია, არ აქვს მნიშვნელობა. ეგრევე თეთრულაა და წვრილი თევზი. დავიჭირეთ კიდევ ერთი. აგებე დავიჭირე. ედოთი დავიჭირე, ედოთი. ედო. ნესკავე. დავიჭირეთ მეგობრებო. ედო ქვია ასეთი ნესკავია, მე გაჩვენებთ. ეს არ რაღაცა მონსტრი ბატონო. ხო ჩემი ჩასწით მოვა რა. მე ხა სანამ გადმოვალ იქით. აუ, ყობრი რო გავხდავი. რამონი მგონია 1-2 კილოიანი.
მეგობრებო, ტელეფონი გათიშული მქონდა კიდევ ერთხელ ფუძის გიხდი და აი ესეთი მაგარი ზომის ქორჭილა დავიჭირე სიმინძე ფიდერს. აი ესეთი. გავაგზავნეთ. ეს კაი მოზდილია, მეგობრებო. რა? დავიჭირეთ კაი მოზდილი კარჩხანა სიმინძე. ნახე რა, იმენა ჭირდებოდა წმაო ჩემს. დავიჭირეთ კიდევ ერთხელ მეგობრებო. სიმინძე დავიჭირეთ, არ შეგვიცვლია მეგობრებო. არაფერი. ჭიაზე ისევ პატარა აქტიურობს და სიმინძეს ატარებს და მე რა თქმა უნდა არჩხანას ვიჭერთ. გავაგზავნოთ 12-იან ნემსკაუზე გაქცევი მქონდა ძალიან ბევრი და დავაყენე ახლა 8 ნომერი მეგობრებო. და ეშველა სიმინძე დისტანცია შემოვედი, ნემსკავით შევამცირე და წავიდა. არის. გაამართლა ნემსკავის დაპატარავებამ. შვენიერი ზომა კარჩხანაა. ვა, კაი ზომა. კალახი შემოიტანა ბუჭი, ხედავ? ამიც. არ უნებდებით მეტაპაატა. ექსპერიმენტების ხარჯზე და ცოდნის ხარჯზე მეგობრებო, ჩვენ მაინც ვიჭერთ თევზს და ვერთობით რა, ხალი ამოვიდა, იმედია გამექცა და გაჩვენებთ. მეგობრებო, ამოვიდა კარჩხანა. ძალიან ბევრი ექსპერიმენტს ვატარებთ, იმიტომ პასიურია თევზი მეგობრებო. კი, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ წალკაში პასიურია, მაგრამ პასიურია, ძალიან პასიურია. ხალხი აიქ ჩვენ გარშემო მარტო მე და პაატა ვარ და იქ არის ორი ადამიანი მხოლოდ დანარჩენი ვინც იყო წავიდა მეგობრებო თევზი არ მოდისო და ყველა წავიდა ჩვენ არ უნებდებით საღამომდე ვართ და ნახოთ საღამომდე რამდენ თევზს დავიჭერთ შევხედოთ აბა გავაგზავნოთ იგი არის ჩარტყა მეგობრებო შემოვიყვანთ დავიჭერთ რამოდენიმე მე ისო გავა დავიჭერთ გავა სპრეი დაჭირდა შემოკარგებო და სპრეის ვიყენებ აი ესეთ სპრეის ვიყენებ ეს არის ტუტი ფრუტი ვიყენებდი თაფს თაფსაც მოვიდა 1-2 მაგრამ ყველაზე კარგად ეხლა ტუტი მუშაობს
დავასხავ თუ არა, უკვე ეგრევე ნემსკავზე თევზი. დაიჭირე, აი პატამას დაიჭირა. აუ, ეხლა გამაგიჟო. აი გაჩა, მეგობრებო და აი გაწია. არ ჩხანა. ე ლამაზო, ჩვენ გინაცა. იყო ასიმიდი. ვადაზია იყო. აი თეთრულა ჩამოკარგებ. კარჩანა. კაშხანა. კაშხანა მეგო ვარდნაზე. აუ ცოტა ხოწი. ხოვი რა. დამეცა. კიდევ საღამო პირია, ჩვენ მალე დავიშლებით. ესეთი კოჭკა დავიჭერთ. აი, პატამ დაიჭირა. მოკლედ საღამო პირია, მეგობრებო. წალკა არის ძალიან პასიური. რა თქმა უნდა, ხა მე და პატა ძალიან გახარებულები ვართ ამ ფაქტით, რომ ჩვენი გათვლები, გამოთვლები მაინც გაამართლა და თევზი ვიჭირეთ და ბოლოს მოგახსენებთ რა დეტალებს რა იყო როგორ იყო და ასე შემდეგ ყველაფერს მოგახსენებთ რა კი შეიძლება გუშინ და გუშინ წინ წალკა ანგრევდა შეიძლება 20-30 კილო ამოდიოდა მაგრამ აგერ ფაქტი მეგობრებო გუშინ წინის შემდეგ კი ბატონო აგერ ფაქტი მეგობრებო რა ვიც მიცნობთ და ვიც ახლა მე და პატას გვიცნობთ დამეწმუნები და გჯერათ ჩემი რომ ყველაფერს ვიზავდით აი ყველაფერი ვქენით ყველაფერი მეთოდები ექსპერიმენტები აქეთური იქითური და აი ეს რაოდენობას რომ დავიჭირეთ რა თქმა უნდა ჩვენი გამოცდილების ჩვენი ექსპერიმენტის დამსახურებაა მეგობრებო რა მოკლედ მეგობრებო ვაგრძელებთ რა მე ესეთი პასიური წალკა მე პირადად წლები არ მინახია რა მაგრამ ესეც კაია გამოცდილებაა ჩვენთვის ძალიან ასიამონები დავჭით ანუ ესეთი მოწყენილები არ მივდივართ იმიტომ რომ 40-ზე მეტი თევზი ყავს ძალიან პასიურ წალკაში რა ძალიან პასიურ წალკაში ესეც რა თქმა უნდა 40-ზე ხო კაი შედეგია რა თქმა უნდა ჩვენთვის კაი შედეგია რა თქმა უნდა გიხარია ეს ფაქტი რომ რაღაც ჩვენმა გათქვა გამოთვლებმა იმუშავა აი მაგითო ვიძახი ხოლმე რომ მეგობრებო წერენ ხოლმე ხვალო წავია დავიჭერ აი ვერავი ვეგეთქვით მეგობრებო დაიჭერ თუ არა იმიტომ რომ გუშინ წინ აგიჭერა იყო დღეს არ არიჭერა აგე დაიჭირა პატამ შემოიყვანა ისევ აჰა იჭერს პატა იჭერს ეხა ისევ ვცდით კიდე რაღაცებს ნაკელის ჭია რა თქმა უნდა დღეს არ მუშაობდა მეგობრებო აი ყველაფერი ვცადით რა დამეწმუნებით ვინც მიცნობთ ხლა რა რომ ისე არ დავრჩებოდით ბოლომდე მივაწექით რა და მაგიტომაც არის შედეგი ხლა ჩვენთან ნაკელის ჭიაზე აქტიური იყო თეთრულა და ქორჭილა რაც ახლა რაოდენობა ყავს და რაც დავიჭირეთ ხო დავიჭირეთ სიმინძე ნაკელის ჭიაზე დავიჭირეთ ერთი 5-6 ცალი კარჩხანა დანარჩენი სიმინძე დავიჭირეთ მეგობრებო სიმინძე ახლა გავაგზავნოთ პატა ოდნავ ჩარტყმა და ეგ არის რა ზის მეგობრებო დავიჭირეთ ოდნავ ჩარტყმა ძალიან პასიურია რა დატყვაც პასიური აქვს და აღებაც ძალიან პასიური აქვს რა არ ჭამს არა აგე გამექცა აგე გამექცა მეგობრებო ძალიან ელა ქონდა აღებული რა ძალიან ელა აქვს პატო ნახე რაზომა ნახე რა ვიც ცდილობს და ეძებს ყოველთვის ბოლოს ჩემო მეგობრებო
100-ში შეგვიძლია იმდენი დავიჭიროთ, რომ სახში წავიყვანოთ ახლა დავამარილოთ ან შევწოთ. მაგარისმა დავიჭირეთ მეგობრებო. მაგარისმა გადავიგდო ბიჭო ანკესი. რა არის? კაი ზომა. ქორჭილა კიდე. ნახეთ მეგობრებო, კიდე მაგარი ხოჭილას დავს. მოდი. ცოტა გამოდებული მოვასწროთ. დავიჭი ჩვენია მეგობრებო. ეს დღეს მესამე კაი ზუმის ქორჭილა დავიჭირეთ. წიბზე აქ მეგობრებო და თუ არა მოგვიყვანე ამოსაყვანით გაგვექცევა. დავიჭირეთ კარათი ბძვის კაი გაჩხანა ისევ შემოვიყვანეთო კაი არის ვნახოთ ბიჭო ნახე პატა ნახე ქორჭილა კიდე კიდე ქორჭილა. აი ზომა, უეჭველი ქორჭილა ესეც. ეგ არის რა? ურა კაი ზომა. იქოს მე შევერთე. აჰა ეგარი მორჩა დღეს დავასრულეთ თევზაობა წალკაში. აჰა პატაც ბოლო თევზი დღეს და 50-ით 59 იქნება მეგობრებო. დრო აქ პატა შეუძლია კიდე ჩაატრიალოს და 50-ით 50 გახადოს. დავამთავრეთ მე და პატამ. მშვიდობისა მეგობრებო. ასე თუ ისე ჭერა გქონდა მე დავამთავრე 50 თევზით პატამ 59-ით პასიური იყო თევზი. დამეთანხმები პატა? მე ბატონო. ესეთი პასიური მე წალკა არ მინახავს მეგობრებო რა. შეიძლება თქვათ რომ პასიური იყო და 50 იყო დაიჭირე, მაგრამ 50-ით წავი დავიჭირეთ ჩვენი ცოდნის ხარჯით მეგობრებო. აი პინაკად 100% შემიძლია თქვა რომ ჩვენი ცოდნის ხარჯით დავიჭირეთ ეს 50 წალი მეგობრებო. თუ ხალხი მოდიოდა და მიდიოდა თევზი არ მოდის რა. რაღაცები მიუხვდით, რაღაცები გაუთვალეთ. დღეს მუშაობდა სიმინდი ძალიან მაგრად. დისტანციები უცვალეთ იქით აქეთ. კი ბატონო, სადავები, ნემსხავები, სატყუარები აქეთ-იქით, აი ვაცეკვეთ ყველანაირად და რაღაცა შედეგი არის. დღეს ყაყოფილები ვართ. ეს შედეგი არის ძალიან მაგარი, აი ესეთ პასიურ წალკაში. ძალიან მაგარი შედეგია და ეხლა ვნახოთ. რავი, მე მგონი 6 კილოს უნდა ავწდე. ჩემი არის.
მეტია. აბა, მოდი ვახოში. აბა, ნახოთ მეგობრებო, ჩემი წონა. ვითხარი. 6 კილო და არა, ვიცოდი? 200. ხო, 6 კილო და 200-ია ჩემი წონა მეგობრებო. ნახოთ პაატას წონაც. არა ყავს პაატას, ცოტა არა ყავს ცოტა. ძალიან არის. ანუ ძალიან არ ჩამოვა. 3 კილო. ხო? განულებულია ეს. განულებულია. ხო, ძალიან არ ჩამოვარდება. ჰაჰა, პაატას წონა არის 4 კილო და 650 იყო, ხო? 4 კილო და 650 იყო შედი. კი ბატონო. ხო. მოკლედ, მეგობრულ ტურნირში აი გამარჯვებულია ძმაო, ხამიცა. არა. ერთად გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბრძოლა ქონდა. ერთმანეთში კი არა, თევზთან მიმართებაში მეგობრებო. მაგარი ბრძოლა ქონდა რა. რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენი სასარგებლოდ გამწვავდა. ეს არაფერი არ იყო, ეს უბრალოდ мотивация იყო რომ დრო გავგეტარებინა მე და პაატას, იმიტომ რომ მე და პაატას ისედაც გვიწევს ხოლმე ერთმანეთის გამწარება ტურნირებზე, ოღონდ ეს იყო დღეს. არა თუ ჩვენი კი არა. თევზთან ჭიდილი. ხო რა, თევზს მაგათ მოუგვარით და წარგად ძალიან მაგათ მოუგვარით მეგობრებო დღეს რა. ხო რა. ეხლა შეიძლება ვიდეო და ვეგად მოგცეთ რა სიტუაცია იყო, მაგრამ ვინც ხო დღეს არის 22. კი ბატონო. 22 რიცხვია, ვინც იყავთ 22 რიცხვში? ბეშტაშენის ხარ, ხო? ბეშტაშენი. ხო, ხარეს, ვინც იყავთ ნაძვების ხარეს, დაგვიწერეთ მეგობრებო, შედეგი რამდენი ქონდათ, იმიტომ რომ აქ ვინც მოდიოდა, უცებ მიდიოდა რა. უცებ მიდიოდა. მოკლედ, ამ დაგმშვიდობებით, მე მაგითო ვწერ ამ ვიდეოს ხა და ბოლომდე თუ დავამთავრე, რომ ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს. ყოველთვის აზრი აქვს ბოლომდე ბრძოლას. თუ მონდომებული ხართ და თუ მიზანი გაქვთ, უეჭველი გამოვა. აი როგორც დღეს ძალიან პასიურ წარკაში 6 კილოთი დავამთავრე. 6 კილოთი მეგობრებო. მოკლედ გამარჯვებული არ არსებობს, გაიმარჯვა მეგობრობამ, რა თქმა უნდა. უბრალოდ მეგობრობამ და ხამით. და მეგობრობამ და გავიმარჯვეთ მე და პაატამ წალკის პასიურ ტბასთან რა. მოკლედ აბა დროებით მეგობრებო და მოდულ შეხვედრამდე გამოიწერეთ ჩემი არქით თევზავის მეთოდები. აბა დროებით.